მე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ოფიციალური აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანი, ვინც არის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. აქ ჩვენ გვაქვს კანონზე და პროცედურებზე საქმე, მეტი არაფერი. და შესაბამისად ყველამ უნდა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს ზეწოლა კიდე არის უბრალოდ ფსიქოლოგიური ზეწოლის ნაწილი, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად CSKO-ს მიერ გაცემული უფლებამოსილების შესაბამისად ვესწრებოდი ამ სხდომას, მეტი არ გვაქვს. შესაბამის ვადებში, რაც არის კენჭის ყრის დღამდე, რა თქმა უნდა, აი შეგიძლიათ გადაიღოთ ეს ჩემი მოწმობა, ერთი დღით ადრე კენჭისყრის გაცემა. ბატონო? ძალიან სუსტი არგუმენტები იყო თვითონ მაგათ კომისიის წევრებს ეცინებოდა და იმ არგუმენტები რაც მოიტანა პირდაპირ გაგებთ სასაცილო იყო თქვენ თვითონ უყურებდით ამას არა თქვენ თვითონ უყურებდით თვითონ გამისვენეთ შენ შეგწყვეტ ლევანი შეგწყვეტ შეგწყვეტ მართლა ბოლოს და ბოლოს შეგწყვეტ რომის პავზე მე
აი ეს რაც ხდება ეს არის ხელი შეშლა და არის ხელი შეშლა. აი ეს ამბავი რაც ხდება. ჩვენ როგორ ჩაგვატარებინ საარჩევნო კამპანია იცით? შეწოლებით, მუქარებით, შანტაჟით, მუტაცებებით, დამატიმრებებით. და თქვენ გიკითხავთ მორალს. ეს არის პარტიული უჯრედი, ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის საოლქო კომისიები ყველგან. და მოსახლეობას რომელმაც მართლა ძიომა და ამში შეუშინდა პროტესტის უფლება არა აქვს როგორ გონიათ ხო? 55 ოლქმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება რა. არც ერთი ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა. დამჩა შტაბ-ეჭდილება რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო. ზეწოლას ახდენდა მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე და CSKO-ს წარმომადგენელი ეკა ბაქრაძე. ესენი დირექტივებს აძლევდნენ კომისიის თავმჯდომარეზე ია კუჭუხიძეზე და ის უკვე გადაწყვეტილებებს ღებულობდა ამის შემდეგ რა. საჩივრები იყო შემოსული ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც ითვალისწინებდა რამოდენიმე უბნის შედეგების გავათილებას ან ხელმეორედ ჩატარებული ამ უბნებში საარჩევნო პროცესი, მაგრამ იმ საფუძველი რომ ყოფილიყო ამ უბნების ჩაშლის, ამ საჩივრებით არ გამოიხატებოდა, რომელიც განხილული იქნა ჩვენს მიერ და არ დავაკმაყოფილებთ შესაბამისად, რადგან ამის საფუძველი არ არსებობდა. ისეთი საჩივრები იყო, ისეთ საკითხებზე წარმოდგენილი. გარდა ამისა, აი რომელ უბნებზე იყო დაუშვათ იმის მოთხოვნა, რომ გაბათილებულიყო? ძირითადად იყო ჯარის უბანზე, სადაც ამბობდნენ, რომ ეს ჯარისკაცები არ უნდა აძლევდნენ ხმას ორივე როგორც პროპორციებს, ისე მაჟორიტარს, მაგრამ საარჩევნო კოდექსის თანახმად ეს არ იყო ისეთი ინფორმაცია, რომ რამე ის გამოეწვია. შემოსული საჩივრებიდან რომელი დაკმაყოფილდა შესაბამისად? შემოსული საჩივრებიდან ვერცეთი ვერ დავაკმაყოფილდა. რა მოხდა, თუ შეიძლება როგორ? შეიგინა, ჟურნალისტი იყო, თუ იარი გაგემას, ტელეოპერატორი. ბრბო, გიწოდა საქონელი. პირუტყვები მოსახლეობას გავიმეორო ეს უწმატული სიტყვები? შეგვაგინა ყველა მოსახლეობას ძალიან მწარედ. დედა შეიგინა, რა გინდათ აქო. რაგაც ხონდა აწყობილი, გადობილი ხადა მოტრიალა და რა გინდათო შეიგინა. და უთხარეთ რომ ნუ იგინები, კიდევ გაიმეო რა. მე დავინახე, მოვისმინე ის რომ უწოდა მოსახლეობას, აქ შეკრებილ მოსახლეობას ბრბო და ეს ნამდვილად არ არის ბრბო, ეს არის საზოგადოება, რომელიც იცავს თავის ხმებს, რომელიც მოპარა ყოფილმა ხელისუფლებამ.